მოგესალმებით პატივცემულო მაყურებელო. დღეს საღამოს 6 საათია, ორშაბათი და ჩემი ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის საავტორო გადაცემა სიყვარულის მატარებლები გადის. ყველას გილოცავთ დიდი მეფის დავითის უკვე განვლილ დღესასწაულს და უპირველესად რა თქმა უნდა წოხარებას გამოვთქვავ ბაღდადში და რაჭაში გარდაცვლილი ასეთი საშინელ მდგომარეობაში გარდაცვლილი ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ტკივილის გამო. დღევანდელი თემა ჩემს პროექტში სიყვარულის მატარებლები არის ყველასათვის მნიშვნელოვანი თქვენი თხოვნით. ოჯახის შესახებ გვექნება ჩვენ საუბარი, ოჯახზე, ძალადობაზე, ოჯახში არსებულ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ნელა-ნელა წლებთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო 30 წელი იცრიცება, იკარგება ემპათია, ადამიანების შორის ურთიერთობები, სიყვარული და პატივისცემა და გულგრილობამ, უგულებელს ყოფამ, ადამიანების პრობლემების, ჭირის გაუბრალოებამ და საკუთარი პრობლემების უფრო მეტად ხაზგასმამ დღევანდელი თემა ზუსტად ასე დაბადა. 14,000 ოჯახი თქვენ წარმოიდგინეთ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, გასართობ ცენტრებში, სხვადასხვა რესტორანში, კვებაზე, ფსიქოსეანსებზე, მასტერკლასებზე, როგორც პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში, ესევე სხვადასხვა იმ შენობაში, თუ ჩემი ხელფასით, ჩემი ფულით, ჩემი გამომუშავებული ფინანსური რესურსით დაქირავებული იმ სახლების, იმ ოფისების ადგილზე, სადაც როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ნიჭიერი წარმატებული ბავშვები, ეტალონში გამარჯვებულები, სხვადასხვა პრიზების მფლობელები, თუ ჩვენთან თბილისში და რა თქმა უნდა, როგორც აფხაზეთიდან, ესე სამაჩაბლოდან დროებით იძულებით გადაადგილებული ის პირები, მათი ოჯახები, უამრავი ფოტო და ვიდეო მასალაა, რა თქმა უნდა, მცირეა იმასთან შედარებით, მაგრამ ეს ფაქტები სავალდებულო იყო, რომ ამესახა და ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემს გვერდზე, როგორც ლიკა ბებურიძის ლათინური ასოებით, ანუ ქართულად და ლათინურად, ასევე შეგიძლიათ კავკასიონის სინერგიას გვერდზე შეგრძანდეთ და ნახოთ აი ამ ლამაზი, უსაყვარლესი, უნიჭიერესი, ხანდახან ძალიან გაბოტოლი, ხანდახან ძალიან გაბრაზებული, ხანდახან ოჯახიდან გაქცეული, ხანდახან ძლიერ ატკიებული თუ დაავადებული, თუ სხვადასხვა პრობლემის მქონე, როგორც მოზარდები, ასევე რა თქმა უნდა, ვეტერანთა ოჯახები, როგორც რუსთავიდან, გორიდან, კახეთიდან, საგარეჯოდან და უამრავი ადამიანი, რომელიც არის აქამდეც შესახლებული და იყო შესახლებული მანამდეც, როგორც თევდორე მღვდლის-ცამეტში, ათონელის 27-ში, იაშვილში და როგორც ყველანაირი ტკივილის სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს, აი ამ ადამიანებს მე უანგაროდ ვემსახურე და ვემსახურები. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია, ფსიქოლოგია და ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც ვახერხებ როგორც კერძო სერვისებზე ოჯახის ფსიქოლოგი, ვიზიტებზე გესტუმროთ თქვენთან ნებისმიერი პრობლემა, რაც აქვს თქვენი ოჯახის წევრ თუ თქვენ თავად, როგორც მოზარდს, ასევე უფროსი ასაკის ადამიანს, მუცლად ყოფნის პერიოდის პირველი წამიდან ვიმუშაოთ და სტრესები, შიშები, ფობიები, უძლურება, გაუსაძლისი ყოფა და ცხოვრება, დაბულინგებული, ანუ ტრავმა მიღებული, ძალადობის მცხოვრებელი, სხვადასხვა ასაკში გულნატკენი ადამიანების ის უკვე მომხდარი ისტორიები გავრეცხო. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება
მე ფსიქოლოგმა ლიკა ბებურიძემ ვიმუშავე და ვიმოღვაწევე და ვმოღვაწეობ და ვიმუშავებ, რა თქმა უნდა, ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ვისაც რამდენი მოგვეცა, იმდენი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი ზნეობა და ჩვენი ცხოვრების წესი გვასწავლის. აი მე არ მომიგროვებია არანაირი თანხა, არანაირი დანაზოგი არ მაქვს და პირიქით. მე დღეს მინდა აუცილებლად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც მშვიდად ძალიან საყვარელ ოჯახებში, მშვიდ ოჯახებში, არ თუ ისე მდიდრად და არ თუ ისე ღატაკად, ჩვეულებრივად სიყვარულით, მშობლების, ბებიების, ბაბუების ოჯახებში, საკუთარ სახლებში, სადაც დავიბადეთ, მშვიდად ვცხოვრობდით, ან ამჯერად ცხოვრობთ და არავინ არ იცის, ვის რა დაემართება, ვის რა პრობლემა შეექმნება ადამიანებისგან, რომლებთაც სხვა ცხოვრების წესი აქვთ, სხვა ბუნება აქვთ, სხვა ხასიათი აქვთ, მაგრამ არის ესეთი წესი, როდესაც ადამიანები, როდესაც ვიზრდებით, გავჩდით და ვიზრდებით, ანუ შემდგომ აუცილებლად უნდა შევქმნათ ოჯახი. ვიღაცა ახერხებს ოჯახის შექმნას, ვიღაცა შეთანხმებით თუ გარიგებით თუ როგორც გნებავთ ისე დაარქვით, ვიღაც სიყვარულით ახერხებს და რა თქმა უნდა ადამიანებს როდესაც ხედავ გონიერად, რომ როგორი ოჯახი უნდა შექმნა, განსაკუთრებით დაახლოებით 30 წლის წინ იყო ისეთი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უდიდესი განსაცდელები, ომები გვაქვს გადატანილი და ძალიან ბევრი ტოლვილი ადამიანები ყავს და ეს დაეწყო ჩვენს ოჯახებსაც. ოჯახში არსებული ჰარმონია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის მხარდაჭერა. ოჯახი ხომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილია, სადაც ყოველთვის გვეიმედება ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენ ოჯახის კანონიერი მემკვიდრეები, რადგან დავიბადეთ იმ სახლში და გავიზარდეთ, არ ვიცით ხვალდაზე თუ დღეს, თუ უკვე დღეს, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ, თუ კი არ გავითვალისწინებთ ჩვენ ამას. მიაქციეთ ყურადღება. დღეს როგორც არასდროს, ისია შესაძლებელი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც საზღვარგარეთ წავიდეს, როგორც აქ იმუშაოს, ანუ ეკონომიური მდგომარეობა გაიმჯობესოს, ეკონომიკა უფრო მის ფინანსები მის ცხოვრებაში შეუძლია იყიდოს ნებისმიერი სახლი თუ ქონება თუ ბიზნესი თუ ასე შემდეგ და თავად შეუძლია როგორც სოფლებში, ქალაქებში თუ სხვადასხვა ქვეყნებში ეს ბიზნესი აწარმოოს. უმეტეს ნაწილს აქვს ხოლმე ბანკთან დაკავშირებული ურთიერთობა, ვიღაცას აქვს საკუთარი მემკვიდრეობიდან აქვს საკუთარი საჩუქარი ოჯახისგან, ვიღაცას საკუთარი დანაზოგი და აი ასე ხდება ადამიანების პატიოსნად და ნორმალურად ხდება ცხოვრების, თავისი ცხოვრების განვითარება და ყველა ადამიანი ნორმალური ადამიანი ცდილობს, რომ სიყვარულით და ზრდილობით, გაგებით, პატივისცემით, ნდობით, ნელა-ნელა ეტაპზე განვითარდეს და გაუმჯობესოს თავისი ცხოვრება. მე რატომ საუბრობ ამაზე? დღეს მე ვისაუბრებ ოჯახში არსებულ საოცარ რიცხვზე ძალადობის, საოცარ მდგომარეობაზე ძალადობის და როგორც არასდროს ისე არის საჭირო დღეს მივაქციოთ ყურადღება ამას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, ნდობა, პატივისცემა, სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, ემპათია, მხარდაჭერა და უპირობო, ეს ყველაფერი უპირობო პატივისცემა ერთმანეთის ძალიან გაიშვიათ და ფაქტიურად თითსახელ ჩამოსათვლელი გახდა. დღეს როგორც არასდროს ისე გახდა საჭირო
ჩვენ ცხოვრებაში ადამიანებმა, ოჯახებმა მივაქციოთ უკვე ყურადღება იმას, იმიტომ რომ საეჭოა ძალიან ბევრი ადამიანის ურთიერთობა, საეჭოა ძალიან ბევრი ადამიანის განსაკუთრებით ოჯახში შემოსული ადამიანების ქცევა და ზრახვა, განხორციელებული მათი დაგეგმილი კონკრეტული მიზნები. ამიტომ არის დღეს როგორც არასდროს ისეა გახშირებული ოჯახში ძალადობა, ეს არ არის მარტო მამაკაცების, ქალბატონების მიმართ ძალადობა, ეს არ არის მარტო ოჯახში არსებული ბავშვების ერთმანეთის მიმართ ძალადობა, ეს არის ძალიან ხშირად გახშირებული არის ოჯახის წევრების ერთმანეთზე დაუმსახურებლად გადაკიდება, გარიყვა ოჯახიდან მისი პირველი მოსვლის, ანუ ოჯახში შემოსული ახალი წევრების, რომელიც რამდენადაც ყველასთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სიყვარულით, ქორწილებით, შემდგომ ნათლობებით, ერთმანეთთან ნათესავების, პატივისცემის, ურთიერთპატივისცემის მიმოსვლის თუ ასე შემდეგ კეთდება. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე მისაღებია, რა თქმა უნდა და ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში ისეთი წევრი შემოვიდეს, რომელიც მიიღებს იმ ადამიანებს, როგორიც არის დამხვედრი ოჯახში. ეს არის ბებია და ბაბუა, ანუ ადამიანები, ვინც იმ ასაკში შეიძლება საერთოდაც 35-37, 40 წლამდე იყვნენ და წარმოიდგინეთ თქვენ ეს არის ასაკი, როდესაც თავადაც ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ სიყვარული მიართვას ყველაფერი საუკეთესო, გაუკეთოს საუკეთესო ქორწილი, საუკეთესო მოგზაურობები, საჩუქრები ხელი შეუწყოს, როგორც ბავშვების, აი ამ ადამიანის სახლში სიყვარული ცხოვრებას, ასევე უზრუნველყოს მათგან, ანუ შემოსული ოჯახის წევრების, როგორც დედმამიშვილებისგან უკვე მათი მეუღლეების ეს იქნება რძალი თუ ეს იქნება სიძე თუ ასე შემდეგ, აი ეს კავშირი იზრდება და ბევრდება. ადამიანები და უფრო ასია ეს ცხოვრება სიყვარულით ნაშენები, სიყვარულით ნამღერი, სიყვარულით ნაზრახი, რა თქმა უნდა, სიკეთის ნერგს გამოიღებს ხოლმე და რა თქმა უნდა, გაუგებრობა იშვიათია და რა თქმა უნდა პრობლემები, ტკივილები, ურთიერთობის დაყოფა, ურთიერთობის წყენა, ანუ ურთიერთწყენა იშვიათი უნდა იყოს ხოლმე ამ შემთხვევაში, მაგრამ რეალობა სხვანაირი გახლავთ. ოჯახის წევრებისგან ხშირად შემოსული ოჯახის წევრებისგან ხდება ადამიანების მიმართ ოჯახში დახვედრილი ადამიანების მიმართ ჯანმრთელობის შერყევა. როგორც ფიზიკური და ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა და ისევე მორალური, ზნეობრივი, ფსიქოლოგიური, რომელიც ერთმანეთზე უარესი და ერთმანეთზე მტკივნეული გახლავთ. თავში არავის არ მოუვიდოდა და არავინ არ იცის ვის თავში რა ტრიალებს, რა ზრახვა ტრიალებს და როგორც არასდროს ისე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ გაითვალისწინოთ აუცილებლად, რადგან აი ამ ძალადობის თემაზე უამრავი ზარებია, რადგან ძალადობის თემაზე გთხოვთ ყოველთვის, რომ ვისაუბროთ და გაითვალისწინოთ რა. დღეს როგორც არასდროს ისეა აუცილებელი მოსაწესრიგებელი სახელმწიფოში ფსიქოლოგის სერვისი, იურისტის სერვისი, დაზღვევა სავალდებულოა, ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პაკეტი. ოღონდ აუცილებელი და სავალდებულოა ამისათვის, რომ ეს ეტაპობრივად კი არა, თავიდანვე ყველამ გავითვალისწინოთ და იმ საოცარ ლაფსუსებში, იმ უცნაურ სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ და არ აღმოჩნდეთ ერთი ადამიანისგან შეკრული სხვა ადამიანების აყოლიებით, თუნდაც ეს ოჯახის წევრები იყოს და სხვადასხვა შეთქმულებით, ასევე იმ ადგილზე, სადაც მუშაობენ თუ სადაც ასე შემდეგ, ვისთანაც ურთიერთობენ და შეუძლიათ ამ ადამიანებს დავაკონკრეტებ ოჯახში შემოსულ, რა თქმა უნდა, ეს ორივე მხარეზე არის, ორივე მხარეს არის, იმიტომ რომ არ არის ერთი ცალსახა ერთი მხარე, შეიძლება იყოს ძალიან ჭირვეული და უცნაური ოჯახში
ოჯახში შემოსული სიძე, რძალი თუ სხვადასხვა ოჯახის წევრები და ასევე შეიძლება იყოს ოჯახში დახვედრილი ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ უგებენ. მე მინდა გითხრათ პატივცემულო მშობლებო, როგორც არასდროს ისე გთხოვოთ თქვენ, რომ თქვენგან გაჩენილი შვილები, რომლებიც აი ახლა შეიძლება სულ პატარები არიან, ან სტუდენტები არიან და თქვენი გულგრილობის, თქვენი ყურადღების არ მიქცევის და არ გათვალისწინების გამო ზუსტად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი გაჩენილი, თქვენი გაზრდილი, თქვენი ნალოლიავები, თქვენგან განათლება მიღებული ადამიანები, რომლებსაც შვილები ქვიათ და ოჯახის მემკვიდრეები, შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ გაუსაძლის პირობებში, გაუსაძლის სიტუაციაში, რომელსაც ქვია ძალადობა და ხშირად მიზანმიმართული ყოველ ეტაპზე უფრო მეტად მძიმე და მძიმე სახის ძალადობა ოჯახში შემოსული იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავიდანვე ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე გათვალისწინებული, რადგან ხშირად ეს შეთანხმებით, გარიგებით თხოვდებიან ხოლმე. სიყვარულის შემთხვევაში ნაკლებ არის ხოლმე პრობლემა, როდესაც სიყვარულით არის შექმნილი ოჯახები და ტრამვები, რომლებიც არის მიღებული ოჯახში სხვადასხვა ადამიანებისადმი დაგებული სხვადასხვა ხრიკებით, სხვადასხვა მახინაციებით, ეს იმ დონემდე არის ხოლმე ხშირად ძალიან ტრამული, ძალიან მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში ფაქტიურად ცხოვრების გზიდან გადაგდებული ყველა გავლისას ადამიანი. ანუ დაჩაგრული დიახ, ზუსტად ამას ქვია, ასე ქვია ამას, დაჩაგრული ადამიანი, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი და ხშირად ოჯახებში ისეა ხოლმე შიგნიდან დახურული, რომ ადამიანები ამბობენ შიგნით, რომ რადგან ვერ ერევიან ამ აგრესიულ ადამიანებს, ოჯახში მუდმივად უკმაყოფილო, ყველაფრით უკმაყოფილო, ყველაფრის მიმღები, ყველაფრის დაუკითხავად ამღები, გამყიდვი, თუ გასხვისებული, თუ გაცვლილი თუ ასე შემდეგ საკუთარ კომფორტს მორგებული, ხოლო სხვა ოჯახის წევრების გათვალისწინებით არაფრით არ არის გათვალისწინებული. ხშირად ეს ადამიანებში თესავს შიშს, პანიკას, შფოთვითაშლილობას, ტკივილებს, ფიზიკურ ჯანმრთელობას, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის, ანუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დარღვევას, მორალურად საკუთარი ცხოვრების, საკუთარი პიროვნების დაბალი თვითშეფასების, კიდევ უფრო დაბალ თვითშეფასზე გადასვლას და მოგეხსენებათ ადამიანებს არ უყვართ ხოლმე ჩარევა სხვის საქმეში, მით უმეტეს, როდესაც არის შემოსული მუქარები და ხედავენ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ოჯახში, საკუთარი ოჯახის წევრებს, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთი შეაყვარონ, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთის ბედნიერებისთვის სხვადასხვა ეტაპებზე ერთობლივად შეძლონ იმ ეტაპების გადალახვა, გზების გადალახვა, პატივისცემა, დაცვა, ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრის დაცვა ტკივილისგან, როგორც ფსიქოლოგიური უგულებესყოფის, მორალურის, ფიზიკური, ხშირ შემთხვევაში ფიზიკური და რა თქმა უნდა, ეს ეტყობა ადამიანებს, როგორც ვერბალურად, მენტალურ ურთიერთობებზე, ისმის ხმები ხოლმე და სამწუხაროდ არ არის ჩვენთან იმისი კანონი, რომ ვალდებული იყოს ადამიანები, ვისაც ესმის, ხედავს და ყველაფერს ხედავს მეზობლები და ესმით, აი ამ ძალადობის სხვადასხვა ფორმით განხორციელებულ იმ ტკივილებს, იმ ფაქტებს სახეზე თავს არიდებენ ხოლმე და არის ასეთი ტერმინი არ დამინახია, მე ვერ გავიგე, ყურებში მქონდა გაკეთებული ყურსასმენები, ან იქით ვიყავი გასული, ხშირად არის ხოლმე ასეთი რამე და თავს არიდებენ და ხშირ შემთხვევაში არიან ხოლმე გაფრთხილებულებიც, რომ ჩვენი ოჯახის საქმეებში არ ჩაერიოთ. ბევრი იცნობთ თქვენს თავს ასეთ მდგომარეობაში და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა რეგიონში განსაკუთრებით, როდესაც უპირატესობა ენიჭებათ ხოლმე ბიჭებს და ეს საკმაოდ ხაზგასმით არის ხოლმე, თუ გოგონები არ ყავთ და ნუ ეხა ძალად ხომ ვერ იმას იზავენ მაგ შემთხვევაში ბიჭს, თუმცა გოგონების შემთხვევაშიც ხშირია ხოლმე ასეთი კონფლიქტები, იმიტომ რომ შემოსული სიძეებისგან, გაყოფაზე და ავიწყდებათ
სიყვარული, ავიწყდებათ პატივისცემა და ზუსტად ის თავს მოხვეული ჟინიანობა, ურჩობა, შეურაცხყოფების მიყენება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფორმით გამოიხატება ხოლმე. ეს შეიძლება არ იყოს თავში ჩარტყმით მაინც და მაინც და რამის დარტყმით ადამიანზე საწყისში. სანამ დარწმუნდებიან ხოლმე, რომ მათ ცხოვრებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მას არ შეეწინააღმდეგებიან და მაგას მორჩილება ქვია სოციალურ ფსიქოლოგიაში, ანუ მორჩილებაში გადაყვანილი მეუღლე ხოლმე, თუ ოჯახის ის სხვა წევრები, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის მამამთილი, დედამთილი თუ ასე შემდეგ, თუ ისინი არიან ცოცხლები ამ ეტაპზე, სხვადასხვა იმ ტკივილების არ გატანის, დროულად არ მიქცეული ყურადღების თუ ასე შემდეგ. ოჯახის ფუნქციაც, დაცულობაც, ზრუნვაც, თანადგომა, ხარდაჭერა ცალკე რჩება ხოლმე და იწყება ჩატეხილი ხიდები. ჩატეხილი ხიდები ოჯახში არსებულ ყველაზე საყვარელ ადამიანებთან, რომელსაც და-ძმა ქვიათ, დები ქვიათ, დედმამა ქვიათ და ოჯახის სხვა შემდგომი სხვა წევრები ქვიათ. ყველა ქვეყანაში ძალადობას აქვს კანონიერი სასჯელი და თავიდანვე ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლები არის, რა თქმა უნდა, ფიზიკურ ძალადობაზე. ის შეურაცხყოფები, პატარა და დიდი ტკივილები, ის ბრალეულობები, ის დაბრალებული სხვადასხვა ისტორიები, თუ ყოველთვის გაფუჭებული განწყობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავს ესხმის და ხშირ შემთხვევაში აკვიატებული აზრების მქონე, აკვიატებული ჭირვეული ადამიანები თავის დამკვიდრებას ასე ცდილობენ ხოლმე. ადრე არ იყო ვიდეოები, არ იყო ჩაწერები, ტელეფონები, ჩვეულებრივი სახლის ტელეფონები გქონდა ადამიანებს, მაგრამ გქონდა სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, მზრუნველობა, ქონდა ძალიან ბევრი გასაჭირი ქვეყანას, უშუქობა იყო, რა თქმა უნდა, ბუნებრივი აირი არ იყო და ყველა ერთმანეთს ვუნაწილებდით იმას, რაც ქონდა. იყო სიტყვა და სიხარული. რაც მეტად იშოვა ადამიანებმა ფინანსური დამოუკიდებლობა, მით მეტად მოუნდათ სხვა ადამიანების დაჩაყრა. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება და ზუსტად მისი ადამიანების თავსმოხვეული ქცევის შედეგების დროს ხდება ხოლმე დგება ზუსტად ის დრო, როდესაც, გარკვეულწილად ყველა ვერ უძლებს ამას, ზოგი გარდაიცვლება, ახალგაზრდა ასაკშივე, პენსიამდე ვერ მისული, დედამთილია თუ მამამთილი თუ ოჯახის სხვა წევრი და განადგურებული, თავის თავთან დატოვებული, მუდმივ კონფლიქტში, ძალიან დიდი ტკივილებით და ძალიან დიდი ნერვიულობის შედეგად დგება ის შედეგი, რა თქმა უნდა, ეს არის ავადობა, დაავადებული ორგანოები, გარიყული ადამიანები და ზუსტად სიხარბე, საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვა. სხვადასხვა ხერხებით ადამიანების დაჩაგვრა, ადამიანებზე ცუდი რამეების მოყოლა, ადამიანებზე ცუდი ისტორიების შექმნა და გავრცელება არის ხოლმე ზუსტად იმ ადამიანების მიზანი, რომელსაც დაყავი და იბატონე ურჩევია, ვიდრე ოჯახის სიყვარული, პატივისცემა, ერთობა, ზრუნვა და ამას მოსდევს საშინელი ტკივილები, ამას მოსდევს სხვადასხვა წევრების გარდაცვალებაც და თავად არ ხდებიან ხოლმე ხშირად აი ამ სხვადასხვა გაყალბებული საბუთების ავტორები კი თვითონ არიან და შემოქმედები და მათი მიზანიც ასე ხორციელდება სხვადასხვა ეტაპზე, რადგან ადამიანებს, ვინც ოჯახში დახვედრილი ადამიანები არიან, მათი განვითარებისთვის არანაირი ფინანსური, მორალური, ზნეობრივი, არანაირი რესურსი არ არის გადანაწილებული, რადგან ვინც ძლიერია ჩხუბში, ვინც ძლიერია ხაფანგების დაგებაში, ზუსტად იმას რჩება ხოლმე, ხოლო მეორე ადამიანი კი ყოველთვის სხვა ადამიანები თავს იკავებენ ხოლმე
რადგან არ უნდათ ქვეყანამ გაიგოს, რადგან არ ჭირდებათ, არ ყავთ დამცველიც და დამცველების არ ქონის და არ ყოლის გამოც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ხოლმე ზუსტად იმ სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნისას თავისი სიტყვის, თავისი საქმის დაცვას, თავისი ცხოვრების სიმართლის დაცვას. ხშირად არის ხოლმე, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაშია, განსაკუთრებით 30-35 წლის წინ არ იყო არც დღევანდელი უფრო უკეთესად არის საპატრულო პოლიცია გახლავთ თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა სასამართლოები, თუმცა იმდენია საქმე სასამართლოებში, რომ არ ყოფნის მოსამართლეები მიუხედავად უამრავი განათლებული ადამიანის, ანუ მიღებული დიპლომით თუ ასე შემდეგ ხარისხის ადამიანებისა, არ არის საკმარისი ისეთი მდგომარეობა არის ქვეყანაში. საზოგადოების ცხოვრების განსაზღვრელი ფსიქიკა ლებონის აზრით, ეს არის სულიერი პროცესების დროს ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის გვერდით დადგომა და ზუსტად ეს ხალხი, სტიმულები, ზუსტად ხმებს აყოლილი ადამიანები, მოძალადეთა ჩაგვრისას გამოკვეთილი მათი ლიდერობა, როგორც მოძალადის და ზუსტად აი ასე მართავენ სოციალურ სამყაროს უმეტეს შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას საკუთარი ცხოვრებისთვის, საკუთარი განვითარებისთვის მუდმივად აქვს წინააღმდეგობები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს საკუთარი თვითაღქმა, საკუთარი თავის დარწმუნებულება, ყველა ვცდილობთ, რომ განვითარდეთ და მიუხედავად სიძნელეებისა, ბევრი ვერ ახერხებს, მაგრამ გარკვეული ნაწილი ახერხებს მაინც და ვახერხებთ გადარჩენას, განვითარებას, გარიდებას იმ სახლიდან, სადაც ასე გვექცევიან და ზუსტად აი ამ ერიქსონის არ იყოს ნდობის და უნდობლობის აი ეს ფაქტორები, აი ეს შემთხვევები, როდესაც ავტონომიურობის განცდა ბავშვობიდანვე არ აქვს ადამიანს ნორმალურად თავისი განვითარებული და როდესაც უკვე ბავშვობაში 1 წლამდე ასაკში ის ნდობა და უნდობლობა ყოველი პიროვნებაში, რომელიც დაიბადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ კი ვითარდება აუცილებლად და ზუსტად ეს ავტონომიურობის განცდა, რომელიც 1 წლამდე ასაკში და აი ამ შემდგომ პერიოდში, ხოლო შემდგომ ინიციატივა და ბრალეულობის განცდა, როდესაც 1-დან 3 წლის ასაკში არის ხოლმე მოზარდებისთვის, თუ კი სულ ეუბნებიან, თუ კი სულ ამცირებენ, თუ კი სულ აბრალებენ და არ აქვს მას თავისი ავტონომიურობა და მოუკიდებლობა დიდობაშიც, აი ამ თაობაშიც უკვე ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ ხოლმე. შემდგომ არის ინიციატივის და ბრალეულობის განცდის შემდგომ არის სიმარჯვის და არასრულფასოვნების კომპლექსების გადალახვა და ზუსტად აი ამ როდესაც 6-დან 10 წლამდე ადამიანი თავის მოხერხებულობას, თავის განათლებას, თავის გაკეთებულ რაღაცებს გვანახებს ხოლმე და შექება მას არ აქვს, ახალისება მას არ აქვს მისი სიმარჯვისთვის, მას უკვე არასრულფასოვნების კომპლექსი უვითარდება და დიდობაში ადამიანებთან ვისთანაც ოჯახში შედის, აი ეს უდიდეს ტკივილად და უდიდეს განსაცდელად არის ხოლმე მასთვის სხვა ადამიანებზე გადასული. შემდგომ არის საკუთარი იდენტობა და აღრევა. ვინ არის ეს ადამიანი? 10-11-12 წლის მანძილზე ხდება ამ ასაკში, ხოლო 22-35 წლის პერიოდში კი ეს არის ადამიანების ერთმანეთთან ან დაახლოვება, ან გაქცევა. თუ მუდმივად ძალადობენ მასზე, თუ მუდმივად ტკივილს აყენებენ, იძულებული ხდება ადამიანი იმ ოჯახს, იმ სახლს, იმ ადამიანებს გაერიდოს, მაგრამ რამდენი ხნით ეს თავადაც არ იცის. 36-65 წლის ასაკში კი ქმედით უნარიანობა და სტაგნაცია არის ყურადღება მისაქცევი და გასათვალისწინებელი, რადგან ვიღაცას პატარა ასაკშივე
მალევე უკვე მოხუცია, უკვე დაყარა ფარხმალი, უკვე აღარ შეუძლია განვითარება, ხოლო ვიღაცის კი 65 წლის ასაკშიც და უფრო ზევითაც 35-დან 65 წლის ასაკში მისი ქმედით უნარიანობა უფრო არის განვითარებული და უფრო არის ძალისხმევა გაზრდილი იმისათვის, რომ უფრო მეტი გააკეთოს საკუთარი საყვარელი საქმისათვის, იმისთვის, რა განათლებაც მიიღო, ან იმისთვის, რასაც აკეთებს, უყვარს და ემსახურება. ხოლო 65 წლის შემდგომ კი არის ზუსტად ის ასაკი, როდესაც პენსიის შემდგომი მოხუცებულობის ასაკი დგება და განსაკუთრებით ამ პერიოდში ყველაზე ძალიან ლოიალური ხდება, ყველაზე ძალიან ჭირდება სითბო და სიყვარული ადამიანებს და სამწუხაროდ, როდესაც თავიდანვე ვერ ხერხდება ოჯახში დალაგება იმ სიტუაციების, ვერ კეთდება შემდგომ, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უსაყვარლესი ადამიანები ხდებიან ხოლმე მორჩილების ქვეშ, ძალადობის ქვეშ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადააწერინოს მას, დააწერინოს, გადაუღოს, ჩაუწეროს. ის უკვე დამოკიდებულია ოჯახის სხვა წევრებზე, თავად უკვე არ შეუძლია და ძალიან ხშირი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ძალადობით, სხვადასხვა ნერვიულობის ნიადაგზე, გარიყვის ნიადაგზე უკვე ახერხებენ ხოლმე ამ ადამიანების მიმართ, ანუ მშობლების მიმართ ძალად გადაწერილ იმ ქონებას, ცხოვრებას და ყალბის საბუთები ისე და იმდენია, როგორც არასდროს. ჩვენ რადგან არ გვაქვს მოწესრიგებული ზუსტად ეს სისტემა, რითაც დავიწყეთ თავიდანვე, ფსიქოლოგის სერვისი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია დღეს, როგორც არასდროს, იურისტის, ანუ ადვოკატის სერვისი, რომელიც ხარისხიანი ადვოკატი, რომელიც არ მოგატყუილებს, რომელიც არ გეჩხუბება, რომელიც ზუსტად იცი, რომ ენდობი და შენი დამცველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის პაკეტს, რადგან შეიძლება ოჯახში, საწყისშივე, თავიდანვე რაღაცა თქვენი დადებული ნებისმიერი ნივთი დაგიმალონ, ასე იწყება ძალადობის სხვადასხვა ფორმა, რაღაცა თქვენი წერილის კონტექსტიდან ამოღებული რაღაცა ნაწილი დადგნენ და შეინახონ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ გამოაგზავნა, სად გამოაგზავნა და შემდგომ თქვენთან დაპირისპირებაში ურთიერთობისას გამოადგებათ აუცილებლად. ან რომელიმე ნათესავისთვის თქვენი პირადი საკუთრებაში მქონე მყოფი ნივთი თუ გზავნილი თუ წერილი თუ შიგთავსი ისტორია სხვა ფორმით მეეწოდება. უამრავი ფორმით არის ძალადობა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა და დიდი ძალადობით თვითონ თავიდან არაფერი ისეთი განსაკუთრებულით ადამიანები ახერხებენ ხოლმე ოჯახის წევრების მდგომარეობიდან გამოყვანას და იწყება უკვე, როდესაც ადამიანი არის უღმერთო, დადის ტაძარში, როგორ არა ეზიარება, როგორ არა. ზოგი გასტროლიორია უკაცრავად, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, ზოგი მუდმივად დგას იქ და არ ვიცი რა აინტერესებს, რაც ხდება იქ, შიგნიდან თუ რაც ხდება, რადგან ამას უღმერთობა და უსიყვარულობა ქვია. როცა არავის სიყვარული არ აქვს და ადამიანის, რომელიც ღმერთმა შექმნა თავის ხატებად და მსგავსებად, მისი სიყვარული არ აქვს ადამიანებს, ოჯახის ფუნქციაც დაცულობაზეც იქ ლაპარაკი ზედმეტია. ზუსტად ზედმეტია საუბარი გულწრფელ ურთიერთობებზე, ზუსტად ზედმეტია საუბარი სტუდენტობის პერიოდში ნებისმიერი ოჯახის წევრის განვითარებისთვის ხელშეწყობაზე და პირიქით, მთელი ოჯახის დაპირისპირებაზე თუ კი ითხოვა ოჯახის წევრმა გარკვეული თანხა თუ ის გარკვეული რესურსი იმისათვის, რომ აუცილებლად შეძლოს მან თავისი მიზნების, თავისი ოცნების, თავისი განვითარების ასრულება. სოციუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იარლიყებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში შემოსული ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ძალადობენ, რომლებიც ჩვენ გვითვალთვალებენ, რომლებიც გვიწერენ, ჩვენ სხვადასხვა საშუალებაა დღეს, როგორც არასდროს, სხვადასხვა აპარატურაა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ოჯახში, საკუთარ სამემკვიდრო სახლში გვიწერენ, როგორც არასდროს, ისე რომ ვერ წარმოგვიდგენია, მშობლებო, თქვენ მოგმართავთ.
გაითვალისწინეთ თქვენგან გადადგმული ნაბიჯებია ზუსტად ის, როდესაც უპირატესობას ანუ ყოფთ თქვენ შვილებს, როდესაც უპირატესობას ანიჭებთ ამ ადამიანების, თქვენი გაჩენილი შვილების, თქვენი საამაყო შვილების ცხოვრებაში გრევის პროცესს და თქვენ ინერტულები ხართ, არაფერს არ აკეთებთ და აძლევთ საშუალებას, რომ ძალმომრეობით გაიტანონ ოჯახში შემოსულმა სხვადასხვა წევრებმა და მათი ნივთების ხელყოფით, მათი ბავშვობის საყვარელი, თუ საჩუქრებით თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ასე იწყება ძალადობა და ასე იწყება ტკივილები, ასე იწყება უნდობლობა და ზუსტად თუ კი თქვენ დროულად შეძლებთ, რომ თქვენს შვილებს თავიდანვე გაუყოთ სწორად თქვენი ის გარკვეულწილად მისცეთ იმისი საშუალება, რომ განვითარდეს, ან გქონდეს მას დამოუკიდებელი ოთახი, დამოუკიდებელი ქონება, ან გაუყოთ ისე აუცილებლად, როგორც ეს წესია, რომ მას ადამიანებმა, ვის ხელშიც ერთად ოჯახში რჩებიან, ფიზიკურად საშიში და ცხოვრებისთვის საშიში მდგომარეობაში არ ჩააგდონ. უამრავი სიტუაცია, როდესაც არ ყავს მოწმეები ადამიანებს იქ, იმიტომ რომ მათ გარშემო მხოლოდ თავად არიან და ფიზიკური ტკივილით ხშირ შემთხვევაში არ ყოფი მოწმეების გამო და ზუსტად არ მყოფი ადამიანების, ანუ მხარდაჭერების გამო სამართალი იკარგება. თუ კი თქვენ თავიდანვე დიდი სიყვარულით, თავიდანვე ერთმანეთთან გვერდით მდგომით და ემპათიით შეძლებთ ადამიანების, თქვენი საკუთარი შვილების მხარდამხარ სიყვარულით დაცვას, მათი ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი არ ვართ ქორწინებაში და ძალიან ბევრი ადამიანს არ შეუქმნია ოჯახი. იგი მას ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანი, როდესაც ხედავს მის წინ არის მოძალადე ადამიანი, როდესაც ხედავს, რომ არ არის ეს პიროვნება, ვისთანაც შეიძლება ოჯახის შვილების გაჩენა და არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე, არის მოძალადე თუ არის აგრესიული ამ ადამიანებთან, რადგან არ ქმნიან ოჯახებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი საკუთარი შვილები არ იყოს დაცული. მე დღეს ამით აუცილებლად გავაგრძელებ ამ თემას, ვისაუბრებ ამაზე. მე დღეს ამ თემით, ამ სოციუმით, იარლიყებით, ძალაუფლებით, მორჩილებით, განხორციელებული მორჩილებით იმ მოძალადე ადამიანებისგან, რომელიც შემდგომ უკვე რთულდება და მძიმდება ის საკითხები და უფრო მეტად გამოსაძიებელია, უფრო მეტად იძულებული ხდება ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას, რადგან შეიძლება ერთი დღე გათენდეს და თქვენ სახელზე საკუთარ სამემკვიდრო სახლიდან ამოწერილები იყოთ და თქვენ სახელზე იყოს შეტანილი საჩივარი, რომ დამიცალოს ჩემი სამემკვიდრო სახლი, რადგან მემკვიდრის ხელყოფა, მისი მემკვიდრის ქონების ხელყოფა ზუსტად ასე სხვადასხვა ძალადობის შედეგად თავიდანვე პირველივე წამიდან ასე მძიმე სიტუაციების განხორციელების და ეტაპობრივად ძალადობის შედეგად ხდება დასაკუთრება არა მარტო ნივთების, არამედ სახლების, ადგილების, ქონების თუ ასე შემდეგ და შეიძლება ერთი დღეც გათენდეს და თქვენ სახელზე საჩივარი იყოს შემოტანილი, რომ დაცალოთ და თქვენი საცხოვრისი სახლი და მოგიწიოთ დავა, მოგიწიოთ ბანკიდან ვალების აღება, მოგიწიოთ ავადობა, ნერვიულობის ნიადაგზე კი მოგიწიოთ ხშირად დარღვეული ჯანმრთელობის მკურნალობისთვის ზრუნვა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყოველივე ეს. მიზანი, როდესაც არის კეთილშობილი და მიზანი, როდესაც არის სხვისი ძალადობით კი არა, საკუთარი დასახული გზების გასავლელად, კეთილად, ეს არის ნამდვილი მიზანი და ეს არის მიზნის მიღწევა. სხვის მიმართ ძალადობით არასოდეს არც ღმერთი, არც კანონი და არც ადამიანები არასოდეს არ მივესალმებით ამას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, გიწევთ ყველა ორგანიზაციას, გიწევთ ყველას, ვინცაც ოჯახში ძალადობაზე თემებზე მუშაობთ. გიწევთ ყველა სახელმწიფოში, როგორც და მოგმართავთ აუცილებლად, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, ასევე პარლამენტს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და ასე შემდეგ. მე კიდევ ვისაუბრებ ამ მნიშვნელოვან თემაზე. ჩემი საკონტაქტო ტელეფონი გახლავთ 555 727 767 597 17 33 27. მე ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე გახლავართ საავტორო გადაცემით სიყვარულის მატარებლები, სიყვარული ძალადობით არ ხდება და არ ვითარდება. შეხვედრამდე გვიყურებთ ყოველ ორშაბათს საღამოს 6 საათზე.